პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული 8 პირის საქმის 9 თვიანი განხილვა დასრულდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ გავიდა. ახლა ყველა მისი საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. პატიმრობაში მყოფი 8 პირი, მათი ოჯახების წევრები და მეგობრები. მრავალწლიანი პატიმრობა თუ გათავისუფლება. თამარ მჭედლიშვილი განაჩენს სავარაუდოდ 2 სექტემბერს გამოაცხადებს. საქმის ბოლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მათ სიტყვებს ხდომათა დარბაზში დამსწრეები ემოციებით შეხვდნენ. არქივში ეს კადრები სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებების გამო ვერ შევა. მე ვარ 20 წლის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში გაზრდილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი. რატომ ისროლა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ფეიერვერკი ჰაერში და რატომ გააკეთა ეს? ბატონო მოსამართლე, ვფიქრობ, როცა გადაწყვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. 28 ნოემბრის ღამის საათები იყო, როდესაც ჩემთან მოვიდა შენიღბული პირი და მითხრა, ფეიერვერკი დამიჭირე 1 წუთით. უარი ვუთხარი, პირველი ის, რომ უცნობი იყო შენიღბული, მეორე ის, რომ ფითილზე მოკიდებული ჰქონდა. ძირს დააგდო და გაიქცა. დავუყვირე, რასაკეთებ მეთქი, ხელში ავიღე ინსტინქტურად, მაღლა აღმართე. გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არავინ დაზარალებულიყო. ყველაზე კარგი მაგალითია, რომ 2024 წლის აპრილი-მაისის აქციებზე ახალგაზრდები გამოდიოდნენ და ცეკვა თამაშით მიჰყავდათ პროტესტი. აღმოჩნდა, რომ დეკემბრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, არიან მოძალადეები. თურმე სცოდნიათ ქვის სროლას, სცოდნიათ მოლოტოვების დამზადება და ყოფილან რადიკალები. არავინ სვამს კითხვას, რამ გამოიწვია ეს დაპირისპირებები. ან საზოგადოების ნაწილი რა მიიყვანა დაპირისპირებამდე, რას ჩადიოდა სამართალდამცველად წოდებულთა უმრავლესობა. ჩვენ მოვყევით ალყაში და უსასტიკესად გვცემეს, სათვალე გადამალეწეს. ფეხსაცმელების გარეშე მომიწია ასვლა უნივერსიტეტამდე, ისე გვცემეს. მოქალაქეები სიცოცხლის დაცვის უფლების რეჟიმში იყვნენ. დაკავების წუთიდან დუმილის უფლებას ვიყენებ და ახლა ვარღვევ დუმილის უფლებას. უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს და იმედი მაქვს თქვენი ქალბატონო თამარ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ და იმედია ეს საქმე ისტორიას დარჩება. მამაჩემა ფეხბურთი შემაყვარა. შარშან საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. იქ ნაკრების საგულშემატკივროდ ყველანი ერთად ვიყავით. სამართლიანი განაჩენის შემთხვევაში 2026 წელს ამერიკაში შევხვდებით. მსოფლიო ჩემპიონატზე და ვიზეიმებთ გამარჯვებას. დაიმახსოვრეთ, ზღაპრის ბოლო კეთილია. ვიდექი აქციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა, რუსეთი არის მტერი. მე არ ვიცი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიის მწვერვალი, მაგრამ ჯერა, რომ მანტია და სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა. არ ვცდილობ თქვენი გულის მოგებას, ან თქვენზე ზეგავლენის მოხდენას. არ მინდა ჩემი სიმართლე დაიკარგოს და თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა ეჭქვეშ დადგეს. თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამოწვდება. მანამდე კი იყო დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები. ადვოკატებმა კვლავ გაიხსენეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და თქვეს, რომ საქმეში არსებული არც ერთი ნივთიერი თუ ფოტო-ვიდეო მტკიცებულება არ არის არც სანდო და არც საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად. დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს ის გარემოებები, რომ ბრალად წარდგენით ქმედება ნიკოლოზ ჯავახიშვილს რეალურად არ ჩაუდენია, შესაბამისად ნიკოლოზ ჯავახიშვილი უნდა გამართლდეს აღნიშნულ ბრალში. ბრალდების მხარემ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი ისროდა ფერგს პოლიციის მიმართულებით, ვინმეს რაიმე საფრთხე შეუქმნა, ვინმე დააზიანა. მაშინ, როდესაც მოვლენები აქციაზე ვითარდება 28-29-ში, ლოგიკურად ისმება კითხვა, ვინ აორგანიზებდა 28 და 29-ში აქციას თუ ზვია ცეცხლაძის მიმართვა, როგორც ამას ბრალდების მხარი ამბობს, 30 ნოემბერს გასაჯაროვდა. შესაბამისად, აბსოლუტურად პასუხგაუცემელი რჩება ეს კითხვა, ვინ დააორგანიზა მანამდე მოვლენები, თუ ზვია ცეცხლაძე ამ მიმართვაში მიმართავს 30 ნოემბერს და შესაბამისად ეს ვიდეო მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფური ძალადობის მომზადების და ჯგუფური ძალადობის განხორციელებისთვის ერთიანი განზრახვა, რის მტკიცებულებაც ბრალდების მხარემ არ წარმოუდგენია და შესაბამისად, როგორც ადრე, ასევე ახლაც უნდა განმარტო და აღნიშნო, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მოლოდინი, რომ ზვია ცეცხლაძის სისხლისამართლის საქმეზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ბრალდებულების საქმეზე, სასამართლომ ვერ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხარეებს არ უსარგებლიათ რეპლიკებით. პროკურორებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ სასამართლოსგან სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას, პატიმრობას მოითხოვენ.